ბიუროს წარმოგიდგენთ რეკომენდაციას, კომიტეტის გადაწყვეტილებას და თხოვნას, რომ მესამე მოსმენიდან ეს კანონპროექტი დაბრუნდეს პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად. საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის ისევ მეორე მოსმენაზე დასაბრუნებლად მმართველმა გუნდმა ორი არგუმენტი დაასახელა: ვენეციის კომისიის რეკომენდაციებისა და ოპოზიციის ჩართულობის გათვალისწინება. ახალი რედაქციით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 6 არამოსამართლე წევრს 2/3-ით პარლამენტი კენჭისყრის მხოლოდ პირველ ტურში დაამტკიცებს. თუკი ყველა კანდიდატის არჩევა ვერ მოხდა, მეორე ტურში პარლამენტი მათ კენჭს ჩვეულებრივი უმრავლესობით უყრის. 2/3-ის მეშვეობით ვერ მოხდა. თუნდაც ორი წევრის არჩევა, მაშინ ეს ორი ადგილი დარჩება ვაკანტურად. შემდგომ ორი თვის შემდეგ გაიმართება ხელახლა წარდგენა, ხელახლა კენჭისყრა და ამ 6-დან 2 ადგილს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიკავებენ, თქვათ, ესატურის პირიდან, თუ მათ მხარს დაუჭერს პარლამენტის 2/3 მაინც. ვენეციის კომისიის პრაქტიკულად ყველა რეკომენდაცია არის გათვალისწინებული. კომპრომისის შემდეგ და აი ასე ზუსტად ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების ფონზე, როდესაც იცვლება კანონპროექტში რამდენიმე დებულება და რეგლამენტ შემოდის ახალი პროცედურები იუსტიციის საბჭოს ახალ წევრთა არჩევის წესთან დაკავშირებით. მე არ მესმის უბრალოდ რა უნდა გააპროტესტოს ნაციონალურ მოძრაობამ. აი რა უნდა თქვას, რატომ არ ეთანხმებიან? კონსულტაციების მიუხედავად ცვლილებების წარმოდგენილი ვარიანტი უმცირესობასთან შეთანხმებული არ არის. საპარლამენტო ოპოზიცია პროექტს მხარს არ დაუჭერს და მიაჩნია, რომ ხელისუფლებას ვენეციის კომისიის რეკომენდაცია 2/3-იან ფორუმთან დაკავშირებით მხოლოდ ფორმალურად აქვს გათვალისწინებული. ოპოზიციის თქმით, ახალი რედაქციითაც ხელისუფლებას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გავლენის დამყარება სურს. თუ უმცირესობა არ იზიარებს უმრავლესობის კანდიდატს, იმავე დღეს მეორე ტურშივე უმრავლესობა მაინც ირჩევს ამ კანდიდატს, თუ უმრავლესობა არ ეთანხმება უმცირესობის შემოთავაზებულ კანდიდატს, ვერანაირი არჩევა ვერ ხდება და რჩება თავისუფალი ვაკანსია. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ამ სქემაში ჩანს 2/3, რეალურად ეს არის მექანიზმი, რომლითაც უმრავლესობა ძალიან მარტივად აკეთებს ყველაფერს, რაც უნდა. და მეორე და უფრო დიდი პრობლემა უკავშირდება მოსამართლეთა დამტკიცებული მოსამართლეების გადარჩევას, რაც ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის რეკომენდაციას. რა თუნდაც რომ ორი ადამიანი იყოს არჩეული 2/3 და დანარჩენი 4 იყოს უბრალო უმრავლესობა. ეს რას ნიშნავს, რომ 4 ადამიანი აპრიორი იქნება მათი წარმომადგენელი, მათი პოლიტიკის გამტარებელი, ადამიანები, რომელიც გაატარებენ მათ იდეას და შეეცდებიან სასამართლოს ხელისუფლების ზეგავლენის მოხდებას, ორ დანარჩენ საკითხთან ბუნებრივია ისინი ხშირ შემთხვევაში არ დაეთანხმებიან უმცირესობას, რომ მათ ხმები არის საჭირო კონსტიტუციური უმრავლესობისათვის, გახდიან გარკვეულ სავაჭრო საგნად, რაც თავისთავად მიუღებელი პრინციპია, როდესაც საქმე ეხება სასამართლოს და სასამართლოს დამოუკიდებლობას, ფუნდამენტს, რომელიც არის დამყარებული საქართველოს დემოკრატია. მმართველი გუნდის მტკიცებით ვენეციის კომისიის თითქმის ყველა რეკომენდაცია ახალი რედაქციით უკვე გათვალისწინებულია. იუსტიციის მინისტრს იმედი აქვს, რომ ცვლილებების მიღების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა დამტკიცება უფრო ფართო კონსენსუსით მოხდება. საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა აწარმოებენ ამ საკითხზე მოლაპარაკებებს და ვნახოთ რა იქნება ამ მოლაპარაკებების შედეგი. როგორც ჩანს, მეორე მოსმენით ახლიდან განხილვაზეა საუბარი იმისათვის, რომ იმ 6 წევრის არჩევას საფუძვლად დაედოს უფრო ფართე კონსენსუსი. პროექტს ხვალ იურიდიული კომიტეტი განიხილავს. პლენარულ სხდომაზე კი საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტს უკვე მეორე მოსმენით კენჭს 4 შაბათს უყრიან.